ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გახანგრძლივებამ ენერგორესურსების ფასებიდან გამომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკები გააძლიერა. ამასთან სების განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით კი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლად 8.25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ხოლო 2026 წელს საშუალო ინფლაციის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გახანგრძლივების ფონზე ინფლაციის პროგნოზები გაზარდა ანალიტიკური ორგანიზაციების ნაწილმაც. როგორია მოლოდინები ინფლაციასა და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ნუცა შუბაშვილი მუშაობდა თემაზე და დეტალებით სწორედ ის გვერდება. პირდაპირ ეთერში ნუცა საღამოშვიდობისა. ელენე მოგესალმები. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გახანგრძლივების და ნავთობის საერთაშორისო ფასების მერყეობის ფონზე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლისთვის საშუალო ინფლაციის პროგნოზი 0.3%-ული პუნქტით 5.2%-მდე გაზარდა, ხოლო მონეტარული პოლიტიკას კვლავ გამკაცრებულ ნიშნულზე ინარჩუნებს და განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე დატოვა. სები აღნიშნავს, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია კვლავ ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება, ხოლო კონფლიქტის გახანგრძლივებამ რესურსების ფასებიდან მომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკები გააძლიერა. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გახანგრძლივების ფონზე ინფლაციის პროგნოზები გაზარდა. ანალიტიკური ორგანიზაციების ნაწილმაც, როგორც TBC კაპიტალში აცხადებენ, კონფლიქტის რეესკალაციის ფონზე გლობალურ ბაზრებზე მზარდია როგორც სურსათის, ასევე ნავთობის ფასები, რის ფონზეც მათი შეფასებით წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაცია 6%-მდე დაჩქარდება. ამასთან ეკონომისტების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს მომსახურების ინფლაციის მიმართულებით ტემპის დაჩქარებაზეც, რაც მათი შეფასებით ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგების ეფექტითაა გამოწვეული. რაც შეეხება მოლოდინებს რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რეგიონში კონფლიქტის ამოწურვამდე სებს მისი შემცირების საშუალება არ ექნება, ხოლო დამატებითი ესკალაციის შემთხვევაში არც განაკვეთის დამატებითი ზრდაა გამოიწვეული. უბრუნდით ისევ 6%-იან პროგნოზს იქიდან გამომდინარე, რომ სასაქონლო პროდუქციის ფასები არის ისევ მნიშვნელოვნად გაზრდილი. მაგრამ ბოლო დღეების დინამიკასაც რომ შეხედოთ, ძალიან ცვალებადია, ხო, იმის მიხედვით თუ რა სიახლე არის გეოპოლიტიკური მდგომარეობის მხრივ მნიშვნელოვნად იცვლება სასაქონლო პროდუქციის ფასები. ხოლო ჩვენ შეფასებით საქართველოში ინფლაციისთვის წელს მთავარი ფაქტორები არის საწვავის ფასები, ერთი, რაც გლობალურ ფასებთან პირდაპირ კავშირშია და საკვების ფასები, მეორე, რომელიც ასევე დიდწილად კავშირშია გლობალურ ფასებთან, მათ შორის იქნება ეს სასუქებზე ფასები თუ სხვა იმპორტული პროდუქციის ფასები. ჩვენ საბაზო სცენარი, როგორც გითხარით, არის რომ 8.25% შენარჩუნდება, თუმცა არ გამოვირიცხავთ, რომ შემოდგომაზე როცა იქნება შემდეგი სხდომა თუ გეოპოლიტიკური სიტუაცია იქნება უფრო გამწვავებული, სასაქონლო პროდუქციის ფასები გლობალურად იქნება უფრო გაზრდილი, შესაძლებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა გააწყვეტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დამატებით გამკაცრება 8.5%. შედარებით საშიში ტენდენცია, რაც მოგვიტანა ომმა, არის ის, რომ მომსახურების სექტორის ინფლაცია, რომელიც ცალკე იზომება, ხო, ინფლაცია მაგალითად პროდუქციის, პროდუქტების, საქონლის და ინფლაცია მომსახურების სექტორში, როგორც არის რესტორნების, სტუმარმა სპინძლობა და ასე შემდეგ. ეს ინფლაცია არის გაზრდილი ასევე დაახლოებით 3.8%-დან 4.1%-მდე. ეს არ არის კოლოსალური ნაზრდი, მაგრამ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბენზინის ფასები შეიძლება როგორც მალე გაიზარდოს, ისე მალე შემცირდეს, მაგრამ მომსახურების სექტორი არის ბევრად უფრო წებოვანი, ასეთ ტერმინს ვიყენებთ ხოლმე ეკონომისტები, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მომსახურების სექტორში ფასები იზრდება, რაცაც ახლა ეს რიცხვები გველაპარაკება, შემდეგ დიდი დრო ჭირდება, ან შეიძლება ეს არც არასდროს მოხდეს, რომ ის დაბრუნდეს უკან. ამიტომ სებისთვის ჩემი აზრით კრიტიკული ასევე ეს ფაქტორი იყო, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა შემცირება არ იქნებოდა კარგი აზრი. ეკონომისტების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ინფლაცია სების სამიზნე მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება და ივნისში 5.8%-ს მიაღწია, ფასების სტაბილურობის სამართავად მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი საკმარისი აღარაა. ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, სებმა ასევე უნდა გადახედოს საავტორ რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და ლარის კურს გამყარების საშუალება მისცეს, რაც თავის მხრივ ინფლაციის დასტაბილურებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ეროვნულ ბანკს გააჩნია მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი, რომელზეც ორჯერ მეტი არის ფაქტობრივი, თვითონ ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს ინფლაციის, თვითონ აღიარებს, რომ პრობლემები იზრდება და ვიდრე მცირდება, გულისხმობ ამ შემთხვევაში გარე შოკებს და კითხვა ისმის მაშინ. ხომ არ მოვიდა დრო რეზერვების ასე ვთქვათ ზრდას
ამჯობინოთ კურსის გამყარება. ეროვნული ბანკის მანდატი არის ფასების სტაბილურობა, თავარი და არა რეზერვების შევსების თვითმიზანი. შესაბამისად, აქ კითხვა ისმის, ხო, თუ მივახციეთ იმ მასშტაბს რეზერვებისას, რომ ფინანსური სტაბილურობა არის უზრუნველყოფილი, მაშინ რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ არის უფრო გამყარების. ეროვნული ბანკის გათვლებით 2026 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. მადლობა ნუცა შუბაშოს უსმენდით პირდაპირ ეთერში.